ქართველი მრბოლელი ფორმულა 4-ში. მათე კობახიძე არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი კარტინგებში, ასევე Rotax Max Challenge-ის მეორე ეტაპის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის და აქვს უამრავი პოული და პოდიუმი მოგებული უამრავ სხვადასხვა ქვეყანაში. მათე გამარჯობა. მოდი სულ თავიდან დავიწყოთ. მითხარი შენი გზა კარტინგებიდან ფორმულა 4-მდე. როგორ მიხვედი აქამდე და რამდენად რთული იყო? 7 წლის რომ ვიყავი, უყურებდი მამაჩემის როლებს. თვითონაც დადიოდა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სადაც ძალიან მომეწონა ამ სპორტის სახეობა და მას უთხარი, რომ მინდოდა გამომეცადა. შემოთავაზა, რომ პატარა კარტინგებზე დამსჯელიყავი, ჰობი კარტებზე, გამოვცადე და ძალიან მომეწონა და მას ვთხოვე, რომ ამ სპორტის სახეობას გავყოლოდი და პროფესიონალი გამხდარიყავი. და გამოგივიდა უკვე ძალიან კარგი ეტაპზე ხარ. აი მითხარი, როგორ განსხვავდება კარტინგის მართვის გამოცდილება ფორმულა 4-ის ბოლიდის გამოცდილებისგან? რა იგრძენი პირველად, როცა ბოლიდში ჩაჯექი? სიჩქარე არის ძალიან განსხვავებული. კარტინგში, სადაც 140 მიდიოდი სწორზე, ფორმულა 4-ში უკვე სწორზე მიდიოდი 240 და ჩემი აზრით ყველაზე დიდი განსხვავება, რაც ვიგრძენი, იყო მოსახვევში. ბევრად უფრო დიდი მოჭიდება ჰქონდა წვიმაშიც და მშრალშიც. და კიდე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რადგან უფრო მეტი წონა არის ფორმულა 4-ზე, ცოტა დაგვიანებული იყო შეგრძნებები. მე ვნახე შენი ვიდეო ტესტირების და აი მაინტერესებს, როგორი იყო სველ, ნახევრად სველ და მშრალ ტრასაზე სიარული. ყველაზე მეტად რა გაგირთულა, ან პირიქით რა გემარტიო? თავიდან მომიწია სველზე სიარული, რაც ძალიან მომეწონა და აღფრთოვანებული ვიყავი ამ მანქანით და ამ ტრასით. ჩემი აზრით ყველაზე ძნელი იყო ნახევარმშრალში სიარული, სადაც მოგვიწია სველი საბურავით სიარული და რაღაცნაირი თვისება აქვს ამ სველ საბურავს, რომ როცა ნახევრად მშრალი ტრასა არის, საერთოდ არ აქვს მოჭიდება და ცურავს. მშრალში ბევრად უფრო მარტივი იყო ვიდრე სველში, მაგრამ მე უფრო სველი მირჩევია. როგორ შეძალი ესე ერთი ცდით იდეალურად გამოგცვალა და ეს ყველაფერი იმიტომ რომ შენი აი ეს ოსტატობა ძალიან კარგად ჩანდა, პირველიც და იყო და აი როგორც აღნიშნე, ძალიან რთულია, როცა მაგალითად სველი ტრაექტორიდან მშრალზე გადადიხარ ან სველი საბურავით მშრალ ტრაექტორიაზე, როგორ შეძალი რომ ეს ყველაფერი რაღაც კონტროლის ქვეშ ყოფილიყო? რა თქმა უნდა, უსმენდი ჩემს სარბოლოს ინჟინრებს, რომლებიც მეუბნებოდნენ და მიხსნიდნენ როგორ უნდა გამეკეთებინა ყველაფერი. ამას ძალიან გამიმარტივა ეს საქმე და ვცდილობდი, რომ ერთიანად არ მეპოვა ყველაფერი და ნელ-ნელა წავიდე. ოპტიმალური ტრაექტორიის შერჩევა, სამუხრუჭე წერტილების პოვნა, საჭესთან და საბურავებთან მუშაობა სრულიად სხვა გალაქტიკა არის და ამას როგორ შეეგუე, რამდენად რთული იყო? ტრაექტორიას და ტრასას სიმულატორზე შევეგუე, რომელიც ერთი დღით ადრე გამოვცადე და ვიარე და მანქანა და უკვე დანარჩენი ადგილზე გამოვცადე და ძალიან მაგარი იყო. გვითხარი შენს თავს სად ხედავ მომავალში და რამდენად დიდია შენი мотиваცია, რომ ზუსტად იმ ადგილზე აღმოჩნდე? ჩემი მთავარი მიზანი იქნება ფორმულა 1-ში მოხვედრა, რა თქმა უნდა. და мотиваციას მაძლევს ჩემი ოჯახი და ჩემი მონდომიობა, ასე ვთქვათ, რომ ფორმულა 1-ში მოხვდე. ძალიან კაი. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოხვდები და მე კიდე ჩავწერ შენთან ინტერვიუს, როგორც ფორმულა 1-ის პილოტთან. აუცილებლად. რა თვისებები დაგეხმარა იმაში, რომ 14 წლის ასაკში ასეთი წარმატებებისთვის მიგეღწია? ჩემი აზრით სიწყნარე და ნერვიულობის გარეშე, ასე ვთქვათ, სიარული. რამე რიტუალი თუ გაქვს მაგალითად რბოლის წინ, ან რითაც თავს იმშვიდებ, ზოგი მაგალითად მუსიკას უსმენს? ჩემ ოჯახზე ვფიქრობ, მაგალითად როცა ვნერვიულობ, ჩემ პატარა ძმას ვეხუტები, ასე ვთქვათ. და ვფიქრობ ჩემ სამშობლოზე. ძალიან მაგარია, მართლა ემოციური. და ნუ გასვლამდე ყოველთვის პირჯვარს ვიწერ და მერც ვთხოვ, ასე ვთქვათ, რომ სიმშვიდე და უსაფრთხოება მომწეს. რა თქმა უნდა. რას გვეტყვი შენი ფორმულა 4-ის გუნდზე? აი ტესტირებები რო გქონდა, რამდენად კმაყოფილი ხარ, როგორი კომუნიკაცია გაქვს, როგორც ვიცი, თვითონ ძალიან კმაყოფილები იყვნენ შენით და შენი შედეგით. კი, მეც ასევე ძალიან მომეწონა და ძალიან კმაყოფილი ვიყავ ჩემი ინჟინრებით დატაზე მომუშავე პირებთან. ძალიან კარგი კომუნიკაცია მქონდა და ძალიან დამეხმარნენ. კონკურენცია როგორია ფორმულა 4-ში? და როგორ შეადარებდი აი კარტინგების, რა თქმა უნდა, ამას მომავალში გამოსდი, მომავალ წელს, მაგრამ აი როგორ წარმოგიდგენია, როგორ ხარ ამისთვის მზად ფსიქოლოგიურად? საერთოდ არ მევიულობ, ჩემ თავში დარწმუნებული ვარ, რომ და თავდაჯერებული, რომ ძალიან კარგად გამომივა ეს ყველაფერი და ყველაფერს ვიზავ ასე რომ მოხდეს. ჩემი აზრით კონკურენცია ძალიან ახლო და ძლიერი იქნება.
ხასიათის სიმტკიცე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა და ვფიქრობ, რომ შენ ეს გაქვს იმასთან ერთად, რომ ძალიან ბევრს შრომობ, შენი მენტალიტეტი როგორც უდგები ამ საქმეს, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გეხმარება. კიდევ მაინტერესებს, როგორია ფორმულა 4-ის გეგმები მომავალი სეზონის, რისი გაზიარება შეგიძლია, სად იგეგმება ტესტები, მიდიხარ ახლა, როგორც ვიცი მალე და რამდენი რბოლა გვექნება სეზონში? ტესტებთან დაკავშირებით უკვე მომავალ კვირაში იგეგმება ბარსელონაში. ამის შემდეგ უკვე ვაპირებთ დუბაის ავტოდრომზე სიარულს, სადაც ტესტები ჩატარდება. უკვე დამტკიცებული ვაქვს და ხელი გვაქვს მოწერილი ბრიტანეთის ფორმულა 4 ჩემპიონატზე, სადაც იქნება 10 რბოლა სილვერსტოუნის ჩათვლით, რომელიც დაემთხვა ფორმულა 1-ის ვიკენდს და ფორმულა 1-ის ყურებაც შემეძლება. ფიქრობთ და ნაწილობრივ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც ვივლით, სადაც 7 რბოლა არის და ყველაზე მაგარ ტასებზე ჩატარდება ევროპაში. შვენიერი. ფიზიკურად, ემოციურად, მენტალურად ყველანაირად მზად ხარ, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოვა, რასაც მოინდომებ, იმიტომ რომ უმაგრესი ბიჭი ხარ, საქართველოსაც ასახელებ, შენს ოჯახსაც და რა თქმა უნდა, შენს თავს გაუმართლებ ყველა იმედს. მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არაფერი არის, როცა რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოვა. უბრალოდ ხანდახან გვჭირდება გარემო პირობების და გარშემო ადამიანების დახმარება და ვფიქრობ, რომ ეს არის იდეალური შემთხვევა თქვენი სახელი დიდო კომპანიებო გამოიყენოთ ძალიან კარგად. წარმატებები მათე, ძალიან დიდი მადლობა. შენი უდიდესი გულშემატკივარი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს და უფრო მაგარ თემებზე ვისაუბრებთ. მადლობა. მადლობა.